დაუბრუნდით. დაუბრუნდით და ახლა როგორ დაწვა ეთერში შევედით დაწვა. როგორ დაწვა. თუ წინა ბლოკში ქონდა ისეთ სათამაშოები, პლასმასის ხის და ქაღალდის, ახლა გვაქვს მეგობრი ბავშვის და ადამიანის ყველაზე კარგი მეგობარი დედამიწის ზურგზე. ყველაზე კარგი. სანამ ამ მეგობარზე გადავდივით, პატარა განცხადება მაქვს გასაკეთებელი გვაქვს. გადადე კი? ზემო ვეძიში, ბერიტაშვილის ქუჩაზე ნაპოვნია რუხი ფერის კავკასიური ნაგაზი, ძაღლი 7-8 თვისა, დედალია და ყელზე 2 ყელსაბამი ეკეთა. კავკასიური ნაგაზი მსახიობმა ონისე ონიანმა იპოვა და მუნიციპალურ თავშესაფარში მიიყვანა. პატრონს თხოვთ დარეკოს 238 62 21. მიაკეთეთ მეგობარს. ონისემ გენიურად იმოქმედა, მაგრამ რა პრობლემა ორი საყელური ზიბაზე არ ჯობდა ერთ-ერთზე დაეწერა ნომერი რამეს სახელი. კონტაქტი. აი ამას მარტივია. რა ყველაზე მარტივი რაღაცა 3 ლარი ღირს იმის გაკეთება გაუკეთე და ჩამოკიდეთ. ეხა ამაზე ეს ერთ-ერთი დაკარგული ძაღლია. ოღონდ ამას ხო ამას ძალიან ტრაგიკული ბიოგრაფია, მაგრამ იმედია ჯერტი კეთილმა ხალხმა ბოლოს ხელი შეუწყდა. კი, არა, მხიარული ბიოგრაფია არა ის. და მე მგონი კარგად დამთავრდება ყველაფერი როგორც ამ. რაში იყო საქმე? ეს არის იპოვეს ნაავარიევი მანქანა დაურთია. წინა ორი ფეხი ქონდა მოგლეჯილი, მოგლეჯილი არა, მოწყვეტილი. ნუ ვერა მოძრავდა და უკანა ფეხებით ფორცხავდა მარტო. გამხდარი ნუ სიკვდილის პირი. იპოვეს კეთილმა ხალხმა მადლობა ღმერთს კიდე ჯერ არის. ჯერ კი არა, ნუ არის კეთილი ხალხი საქართველოშიც. უნკურნალე ძალიან სერიოზულად, ნუ გაზარდეს ახლა ყველაფერი. ახლა არის ამის გაჩუქების დრო. უკვე თავისუფლად შეგვიძლია გავაჩუქოთ. ფეხზე ერთი ფეხი ამ თრევის პროცესში დაუზიანდა ისე რომ ვეღარ აღუდგინეს. ნაწილი აქ მოკვეთილი, მაგრამ ამას ეს სულ არ ახსოვს. ჩვენთვის არის პრობლემა რომ უყურებ და გვეცოდება, თორე ამას არ ახსოვს. ისე მიოჭირს. ჩვენერი გაიხასიათია. ხო, არა, ძალიან ჩვენი. ანუ ფსიქოლოგიურმა სტრესმა და ტრავმამ ჩაიარა. ყველაფერი გავლილი და ახლა უნდა უბრალოდ ერთი კარგი კეთილი პატრონი, სასურველი ახლა მე როგორც ვფიქრობ ბავშვი რო იყოს ჯობია, იმიტომ რომ ბავშვი ერთი ზრუნავს ესეთ ხო და მისთვისაც ის არის. ხო, და მისთვისაც კაია რომ ესეთ ზაღზე ზრუნავს და ერთად თან ჭკვამხიარული ორივე თუ იქნება. ეს აშკარად ცოტა ალაოთ არის. გოგოა და გოგო. ერთ წლამდეა დაახლოებით. ტელეფონი ალბათ დაიწერება. ხო, თუ არ გვიწერია. დაიწერება. ხო, ტელეფონს დავწერთ და აი ვინც აიყვანს ჩემგან დახმარება ხო გარანტირებული აქვს და არის მე მგონი Facebook-ის ჩვენს გვერდზე დაიდება ნომერი. მე მგონი არინანებს ელის საკონტაქტო ნომერი. ელი არის ძალიან ხო პატარა რეკლამა გავუკეთე. ხელა ენა აქ ნახე. ძალიან კეთილგანწყობილი, სულ უნდა თამაში, სულ კარგ ხასიათზეა, ყველას ეფერება, ეთამაშება და როგორც ჩანს ჭკვიანიც არის. იმიტომ თან მარტო ეთამაშება არა. ბრძანებებს მე პირველად ნახე დღეს ხო რა ერთი ნახევარს. ბრძანებებს ასრულებს ეგრევე როგორც კი ვეუბნები. ასე რომ რაღაც ეტყობა ჯერტი რაღაც აქვს ალბათ წარსულში შეიძლება ხო არა შეიძლება ვიღაც ძველი პატრონი რაღაც მაგრამ აი ყურები ნახეთ აი ნახეთ ნაგაზის გერმანული ნაგაზის ყურები ცხადია რომ მეტისია და სუფთა არ არის მაგრამ ბევრ გერმანულ ნაგაზს შეშურდება ესეთი დაცქვეტი სუ პატრონებს უნერვებენ ვაიმე ყურები არა ეწია ჩემ ნაგაზს ვაიმე ჩამოეწია ვაიმე აჰა დაცქვეტილი აქვს მშვენივრად ხო აი ეხა ეს ამის ნომერი იმედია დაიწერება და ჩვენ მე მგონი რაღაც ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს მოსაყოლი, ხო? ხო, აგრესიული, როგორც ამბობენ. ნახოთ. ნახოთ და მე თან ჩემი საყვარელი ძაღლი წინა გადაცემა ვისაც ახსოვს პატარა 4 თვის აგრესიული 4 თვის ვაიმარანელი რომ მოვიდა ჩვენი აგრესიული ძაღლი დააწყნარა. ეხლა გადავწყვეტე რომ დიდ ვაიმარანელთან მივსულიყავი და ასევე რაღაცნაირად ვაიმარული მაძებარი ბილბო. ნახოთ. ნახოთ, აბა და მე განვაგრძოთ საუბარი. ყავს 29 ივნისიდან ხოდა ზართული იყო ანუ დიდი ძაღლი მოვიყვანეთ და რთული იყო ამასთან საერთოდ დიდი ძაღლი იქამდე ვიცოდი ეს ძაღლი როგორი ხასიათისაა ჯიუტია არ ესმის მოკლედ მარტივად რო ვთქვათ აწადი არც მოდი დაჯექი ადექი ანუ რეალურად რაღაცები ესმის როცა ნუ მას უნდა პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი არის სეირნობა იმიტომ რომ ვერც მე ვახერხებ ყოველთვის მინდა რომ ჩემი მეუღლეც იყო ჩართული ამ ყველაფერში მაგრამ ფიზიკურად არ შეუძლია იმიტომ რომ ერევა ძალიან ჭირს გულბასანთან სეირნება მე პირადად ორჯერ ამომატრიალა ანუ რომ სეირნობდით გადამიბრუნდა ისე გაიფრა გადამიბრუნდა წავიქეცი ერთხელ და მეორეჯერ კიდე დაღმართზე ჩამაგორა იმიტომ რომ ძალიან გაფაჩა და ვერაფერ დავიკავე
დათო როცა არ არის თქვა მიულინებაში მიდის ან სადმე მიწევს რომ ის მეგობრებს თხოვს ბიჭებს ძირითადად რომ გახოტონ ჩამოდით და გამოსწორებინებინეთ იმიტომ რომ მე ვერ ვახერხებ ფიზიკურად რომ მოვერიო თვითონ წყვეტს რა უნდა გააკეთოს და მე კიდევ იმდენის არა მაქვს ცოდნა რომ ამ ყველაფერს მივუხდე და რა როგორ სწორად გავაკეთო ეს ყველაფერი და ამიტომაც დაგვჭირდა ზიანოდარის დახმარება რომელიც საბედნიეროდ აღმოვაჩინეთ. ეხა გისმენდი და მეცინებოდა რა მართალი გითხრათ ესმის მაგრამ არ უნდა ვერ მიხვდა თავის სურვილის მიხედვით თვითონ როგორ გადაწყვეტს ბავშვზე ლაპარაკობს თუ ძაღლზე ლაპარაკობს ესმის მაგრამ არ უნდა ეგეთ რაღაც ძაღლთან დაკავშირებით არ არსებობს მისი ტვინი სულ დაკავებული უნდა იყოს რაღაცა ამოცანის შესრულებით ამიტომ ესეთ რაღაცებს ვცადოთ ყველგან სახში კუთხეებში ფარდის ხალიჩის ქვეშ სადაც მოახერხებთ პატარა რამე სასუსნაები რავი თქვენ შეარჩიეთ სულ დაუდეთ ხოლმე მის უმეტეს წასვლის წინ როცა სამსახურში მიდიხართ ორივე რომ ამან აქ ინადიროს სახში და გაერთოს მე აღარ დაჭირდება საწოლი სამოქეკვა და იქ დაწოლა და იქ რაღაცები სულ დაკავებული უნდა ქონდეს ტვინი თავარი რითიც არის მისი ტვინი დაკავებული ყველაზე კარგად და ყველაზე ისეთ ინტენსიურად არის ვარჯიშები დაჯექი, დაწექი, მოდი, ადექი, გვერდითი. ეს სახში შეგიძლიათ, ამიტომ ამისთვის თქვა არ არის საჭირო დროის დათმობა და ადრე გაღვიძება ან სადღაც წავალ. სახში შეგიძლიათ. ოღონდ აი მაგას ქვია ვარჯიში, როცა ძაღლი ეტყვი, ერთხელ შეასრულებს და დაასაჩუქრებ. ეს არის ბრძანების შესრულება. თქვენ მე წეღან შევამჩნიე რომ რამდენჯერმე ეუბნებით 4-ჯერ 5-ჯერ და მე ხან დაჯდება ხან არ დაჯდება. ხო, იმიტომ რომ არის ის რას ეუბნებით. რაღაცა ბგერებს გამოსცემს, მაგრამ ეს მისთვის არ არის ბრძანება. ეხლა ვნახოთ როგორ და აი 1-2-ჯერ ცდი იქნებ თქვა დავსვა უბრალოდ მარტივად ბევრი გამეორებების გარეშე, ვცადოთ. დაჯიკი? შვილე. ეს უნდა ნერვები უნდა გეყოთ ამას, რომ დააცადოთ სანამ ეს ცანცარს მორჩი. მე უნდა დაგიჯეროთ. სანამ არ ეს იგი რატო დგება, არ უთხარი ხო, ადექიო და დგება მაინც. გასვით ის. ბრძანებას აღარ ვეუბნები სიტყვით ხელით, ეს ხელი იმიტომ არის კარგი თქვენ. ეს გამოიყენეთ ხოლმე. ეციკი. ეს ახლა დაგედება დაჯდება. დაწובה. დაჯიკი. აჰა, აი, ეხლა მივწევ. ურა! მოთმინება უნდა რა. ეხლა ამას ერთხელ ორჯერ სამჯერ რო გააკეთებს, მე მივწევ. დაჯიკი. აჰა. ხედავ? არ უნდა დაგეზაროთ რა ეს რაღაც ხანი ეს პირველი დღეები ესე მე ხელი ამდენ ლოდინე აღარ დაგჭირდა როგორ უნდა მოვიდეს ძაღლი მოსვლა როგორ ხდება უყურე შენეუბნები მოდი ის მოდის წინ შენ წინ ჯდება და აი მაშინ არის ბრძანება დამთავრებული ეხა უყურე მოდი და ჯდება მოდი ჯდება აი მოდი როგორ უხარია ხედავ? ეგ. ხო, იმიტომ რომ აიგად ყურადღება პატრონის და პლუს კიდე ტვინის დაკავებულია რომ რაღაცას აკეთებს. დაწიქი? დაჯიქი? გავაგრძელოთ. ეხლა უკვე თქვენთან უნდა მიხედოთ ამ ეხა დავიძრათ, ნახე, მოკლეზე მიჭირავს. და მიჭირავს გვერდით, ჩამოშებული ხელი. ესე არა და არ მევყვები ეს რომ გაკაჩოს. დავით. ეს გზნო ხორო აღარ კაჩავს.
მშვენიერია. რა არის ეხლა? შემომხედა რომ რა ვქნაო? არა, ეგ რა ქნა რას შვები შენ? იმიტომ შენ რო იცვლი ხა მიმართულებებს. ადრე ხო თვითონ მიდიოდა სადაც უნდა და. ეხა გელოდება ის სად მიდის და იმიტომ გიყურებს. აი, ძალიან კარგია, მაგისთვის ვაკეთებ ამას, რომ შენ შემოგხედო და შენ გიყურებ. ტემპიც მინდა რომ ცვალო. ხო, პირდაპირ რომ მიდიხარ. ხო. არ არის, სიბილი არ არის, სიბილით გაიქცევა. უბრალოდ ნელაჩქარა. და გინდა ნინოს სადოს. ხო, ეგ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აბოცადო. მეც რომ ყავდი ჩამნაცვლები. მოდი აბა. ხო. так, დაიმოს. ეხა უყურე. არ ინერვიულო, ხელი. ეხა უკვე ნერვიულო. ჩამოვში ხელი, ორივე ხელი ჩამოვში. მაშინ ეს. ეხა შენ დანახავს ანერვიულო. ჰეი, დაჯიკი. ეს. ორივე ხელი ჩამოშვებული გაქვს. ეს თავი აწავლი. თუ მიდიხარ და ეგ სიამოვნებს, ხალხი გიყურებს და ამბობს, ვანახე რა ლამაზი გოგოა და რა კარგი ძაღლით მიდის, რა მშვენიო. აი ესეთი რაღაც. აი მოდი აქედან. რომელი მხრიდან გიყვარს დაჭი? ანუ მარჯვენა ხელით. კი ბატონო, იყოს მარჯვენა და აიჭირი რომელიც წინ. წადი წინ, ხელები უკვე დაზებული მომადონე, მოდი. თავი ზევით. წავიდა. მყარი ნაბიჯებით, წავიდა. თუ აი ხა მოკაჩი. ოპა, წავიდა. ახლა როგორ გზნობს იმას ენერგიის ისა სუსტი ენერგია ძლია. მოუხვიე მარჯვნი, მარცხნი უბრალოდ. რომ მოგეკაჩება ეგრე. არ დაელოდო ესა რა ქვია კაც მოხლას. აი ხა მიუხვი 180 გრადუსით. წადი პირდაპირ. აი ესე რომ კაჩო უკან. არანაირი აზრი არ აქვს. გაჯუგებს. ესე კაჩოს აზრი არ აქვს. კვეთრად გვერდულად. აქეთ. ხო, და გარდა მაგისა, თუ ვერ მოახერხა ხო მისი გასწორება, კვეთრად დატრიალდი კი გაგიჭირდება 1-2 ჯერ. მეტი არ დაგჭირდება, იმიტომ რომ გზნობს ენერგიას. ნახეთ წუნტონა. დატრიალდი და წადი უკან. იქით გეკაჩება. წადი უკან. სადაც მინდა იქით უნდა წავიყო. ჩავლებართ არ უყურებ ძაღლს არ მაინტერესებს. ვისი გდება ბუჩად ვერ გავიგე. პროგრესი არის თვალსაჩინო, უბრალოდ მეტი მუშაობა გინდა. ეხლა მაინც კაჩავს, აი ნახე ნელა, მოკაჩე, მოვარტყი გვერდზე, ეს. ოპა. არა, ის ტემპს მაინც მიყოლებს უკვე. ხო. ეგ არასდროს არ მქონდა. აი მაგისთვის ვამბობ რა ნებისმიერი დატვირთვა ფიზიკური თუ გონებრივი მისთვის არის ძალიან საინტერესო. ეხლა ძაღლი არის შესული, იმიტომ რაღაც დატვირთვა მიიღო. ეს რო გაგრძელდეს, აღარანაირი პრობლემა აღარ გექნება სახლში რა. ერთადერთი პრობლემა როგორც მე ხო ხვდები არის რომ სხვა ძაღლებ მამრებთან აქვს კონფლიქტი. ნუ ეს იმის ბრალია რომ ასეთ ლამაზ ვაშკას ჯერჯერობით ცოლი არ აყავს. მიხედეთ ქალბატონებო, მიხედეთ ამ საქმეს. ყველად კი არ მიყვარს ეს ძაღლი რა, ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ძაღლი ყველას. დღეს გააკეთა ყველაფერი იდეალურად. და ასე გააგრძელებს იმედი. პრობლემები ამაყობენ. კი, ძალიან კარგი. მე მიხარია რომ ამაყობს, მიხარია რომ გამოვიდა ყველაფერი ძალიან კარგად. აი, ოჩაღლოდა. მორიგი კომპლიმენტები უნდა გითხრათ. მაგრამ ძაღლი იყო გადასარევი და პატრონები სხვა საერთოდ და სხვადასხვა ეს მაინტერესებდა. ერთ-ერთს ვიტყვი ის ნომერი მივაწოდე ელის ნომერი და გრაზეს გამოვიდა. დაიწერება და მსურველებმა დაურეკონ, ოღონდ ისევ მე დავეხმარები შერჩევაში და ყველათ უნდა დაურეკავენ, მხოლოდ ნამდვილად 595 აი, დაიკითხავ დიმა 673 062 თუ არ ვწდები, ხო? ოჩა, დიმა შენ თუ მაგას ხედავ? სნაიპერის თვალი რა. არეკე და მაგარი ძაღლია მართლა აქ. რაც გავიცანით, ეგრევე თავი შეგვოყარა, გაღიმებულია სულ. მეცეშტაბეშტილება, მაგრამ აი ცილის. ის ფეხი და რაღაც არა თვითონ არა ეს პრობლემა არც ემახსოვრება არასდროს მისთვის არა ეგეთი ზაღლს 4 ფეხი აქვს ერთი თუ მოკლდება 3 დარჩება და ჩვენ რომ მოგვიკლდეს ერთი დარჩება ვერაფერს ვერ ვიზავთ მაგაში გეტყვი ან იქნებ მე ჩვენ გადავიდეთ 3-ზე ხან უმანატრებ ზაღლის მოკლედ ელის მსრულებმა დაურეკეთ მის ეხლანდელ პატრონს არ წააგებთ მეც დაგეხმარებით ყველაფერში ეხლა რაც შეეხება იმას ვაიმარელს ძალიან მიყვარს რა ვქნა მონუსხულით ვიყავი და რაღაც ვერ შევძელია შეიძლება ვერ შევძელი მაგრამ ნუ როგორც
შედეგმა აჩვენა, მაგრამ უფრო მეტი მინდოდა რა. ძალიან კარგი ძაღლია. აი პირდაპირ არ ვიცი, მეყოლება აუცილებლად ერთხელ მაინც. რა ვიცი, მაგის ფერი მაოგნებს. ხო, აი, ხო. ნემოს მოელაპარაკე. ნემოს დავით მაგაცდება, ნემოს პრობლემა არა. მოკლედ ესე და არაფერი ქონდა ისეთ ეს ძალიან კარგი პატრონები ყავს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში დღისით არიან გასულები. მე მოდიან და უკვე სამსახურიდან დაღლილი რაღაც კი ცდილობენ რომ გაასეირნონ და საკმაოდ დიდხანს ასეირნებენ, მაგრამ ამ ძაღლს კონკრეტულ ვაიმარელს მეტი ჭირდება. ეგენი ისეთი ძაღლები არიან, სულ უნდა მოძრაობდნენ, სულ უნდა მუშაობდნენ. ვასწავლე რამდენიმე და გარდა მოძრაობის ფიზიკურისა კიდეც თავის უნდა მუშაობდეს და სულ რაღაცაზე უნდა ფიქრობდეს. ესეთი ძაღლია რა, ხო? სულ რაღაცა ამიტომ რაღაცები სულ უნდა მისი ტვინი რაღაც ამოცანას უნდა ასრულებდეს რა. ეს არ არის ესეთი ძაღლი, რომელიც დაწვება მთელი დღე და ითვლებს. ამას უნდა. ანუ ეგ უქონეს ფსიქოლოგიური პრობლემები ალბათ, ხო პირველ რიგში. რა თქმა უნდა, რო აკლია მე ამ ტვინის მუშაობას და ფიზიკურის მათ შორის, მე ну, ამათ ვასწავლეთ, მე მგონი სწორად გაიგეს ყველაფერი, იმავე დღეს და გუშინას მომწერეს უკვე რომ დაზებული ამუშავებენ, ის შემირჩევები სახში დამალონ რაღაცა ინადიროს სახში რომ იქიპოვოს, ხო, სულ იმუშაოს, ითამაშოს, სათამაშოების ლინკებიც მივეცი სპეციალური მაგის სათამაშოები რომ შიგ რაღაცები ჩაყაროს და იქიდან ამოღებაზე იწვალოს. მოკლედ, სულ რაღაცა უნდა ჭირდება ამ ძაღლს რა. ძალიან აქტიური ძაღლია და აი ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა პატრონმა, ვისაც თქვათ ვაიმარელი აყავს, ვაიმარელი მწევარი, ხო? ძალიან ხშირი არ არის ხო ჩვენთან მეგონებში? სულ არის ალბათ უკეთეს შემთხვევაში 50 ცალი. მეტი არა. მეტი არა. თბილისისთვის არ არის ეს. საქართველოს გულის ხო? არა, ცოტა არის. ცოტა 50 ვერ შეამჩნევს. მე ვიცი ჯიში რომელიც საერთოდ ერთი კი, ცალი. ხო, ხადია ბევრი ჯიში. აბა თქვი. ერთ-ერთი. და? მით ძალიან. ამოიწერი ამაზონიდან. გამოდერა ცუდი ასოციაციები. ჩამოტანა უფასოდ. გაგიჟებული ჩამოვა რომ გადმოიყვანენ. ერთ-ერთი კაი ძაღლია, მაგრამ მაგას კიდევ უფრო მეტი სირბილი და ვარჯიში უნდა. ოღონდ ფიზიკური. აი ვარჯიშის მინდა. მას ვერ გააჩერებ. მას უნდა სუსი. კარგი, ნოდარ, დიდი მადლობა. კიდევ ერთ საინტერესო ესეთი დღე იყო. ეს და ელის უნდა გამოუჩნდეს პატრონი, ამას შეგატყობიებთ აუცილებლად. ჩვენ დღევანდელი გადაცემა სრულდება. ხვალ ჩვენ კვლავ დავბრუნდებით და ვიქნებით თქვენთან ერთად.